ჯერ კიდევ ჩვენი უძველესი წინაპრები გამოქვაბულის პირადად ხმამჯდარნი უყვებოდნენ ერთმანეთს თუ როგორ დაიკარგა უგზო-უკლოდ მათი ჯგუფის წევრი, რომელიც სანადიროდ წავიდა და სამ ჩაყლაპაიგით მღვიმის დათვმა არავინ უწყის. დარწმუნებული ვარ, უკვე მაშინ აფორიაქებდა ადამიანის გონებას უცნაურ ვითარებაში გამქრალი თანამოძმეების ბედი. ადამიანებს როგორც დღეს, ისე უხსოვარ დროშიც არ ასვენებდათ დაუმთავრებელი და ფინალის არ მქონე ისტორიები. ალბათ მაშინაც უამრავ აზრს გამოთქვამდნენ და ამ იდომალ საქმეებში აქტიურად იქნებოდნენ ჩართულები ტყის და მთის სულები, ალქაჯები, მოჩვენებები და სხვა ჯადოსნური არსებები. დღეს მათ უცხო პლანეტელების, თოვლის კაცების, ლოჰნესის, ფრინავი თეფშების თეორიებიც დაემატა. ჩვენ ასეთი ამბები დაუცველობის გრძნობას გვიჩენს, რადგან ჩვენს პირველ ყოფილ და მთავარ ინსტინქტზე, უსაფრთხოებაზე მიაქვს შეტევა. ჩვენ ხომ მიგვაჩნია, რომ ჩვენი სიცოცხლე ჩვენივე ხელშია, რომ ჩვენ და არა სხვა ვინმე აკონტროლებს მივალთ დღეს სახლში თუ არა. ადამიანი უბრალოდ გაქრება და მის ადგილას სიცარიელი დარჩება. სიცარიელი, რომელიც გვაშინებს და თან გვიზიდავს. დარჩება წყუდიადი, რომელშიც ოდნავ მჟუტავის სინათლის წყაროც კი უზარმაზარ იმედ ჩაგვისახავს, რომ ამოუხსნელი საიდუმლოებისთვის ფარდის ახტამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. ყოველდღიურად მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში 2300 განაცხადი შედის, რომ ადამიანი დაიკარგა. პირველ 24 საათში ხდება 82%-ის ან თავისით დაბრუნება, ან პოვნა. მომდევნო 48 საათში კიდევ 12%-ის გაუქმება, ან ძებნიდან ამოღება და მხოლოდ 6% რჩება აქტიურ ძიებაში. დაახლოებით იგივე შეფარდებები არის გერმანიაში, აქ ყოველდღიურად 400-მდე, 85 მილიონია გერმანია მოსახლეობა, საკმაოდ დიდი ქვეყანაა. 400-მდე განაცხადი შედის პოლიციაში, აქედან 48 საათის გასრულების დროს უკვე 97 ადამიანი ან დაბრუნებულია, ან ნაპოვნია. მე სამწუხაროდ ძიების სისტემებში ვერ ვიპოვე საქართველოს შესახებ მონაცემები, მხოლოდ ერთ ადგილას შემკვდა ციფრი ყოველწლიური 15000, აქედან ნახევარი ბავშვიაო, მაგრამ ეს ციფრები სანდო არ არის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რატომღაც და სამწუხაროდ არ გახლავთ გაერთიანებული დაკარგული ბავშვებისა და მოზარდების საერთაშორისო ცენტრში, ანუ იკმეში. და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს ციფრები არ არის რელევანტური. დღევანდელ ვიდეოში მე მინდა მოგითხროთ რამდენიმე გახმაურებული გაუჩინარების შესახებ, რომელთა ფინალი ჯერჯერობით უცნობია. მე გაგაცნობთ ისტორიებს, რომლებიც ჯერ კიდევ ძიებაშია. თქვენს საშუალება გექნებათ ამ ვიდეოთი დიდი ხნის წინ მომხდარი, ან ცოტა ხნის წინ მომხდარი ამ უცნობი გაქრობების უახლესი გამოძიებების შედეგებს გაეცნოთ და ისტორიები, რომლებზეც მე დღეს გესაუბრებით და მომავალ ვიდეოებში ვისაუბრებ, იმიტომ რომ მე ამ თემას გავაგრძელებ, თემა საკმაოდ დიდია და საინტერესო, თუმცა იმის მიხედვით თუ როგორი დაინტერესება იქნება ამ ვიდეოთი, ჯერ მე ამას დავაკვირდები, რამდენი ლაიკი იქნება, რამდენი კომენტარი და რამდენი გაზიარება და ამით და შემდეგ უკვე ვეცდები გავაკეთო ახალი ვიდეო. და ისტორიები, რომლებსაც მე დღევანდელ ვიდეოში გიამბობთ, შეიძლება ზოგიერთისთვის ნაცნობი იყოს და ჩემზე მეტიც კი იცოდეთ მათ შესახებ, მაგრამ ნაწილი მე დარწმუნებული ვარ, რომ უბრალოდ არ გეცოდინებათ და თქვენთვის აღმოჩენა იქნება. მე ერთხელ უკვე შევეხე მსგავს თემას, როდესაც როანოკის კოლონიის გაქრობაზე გესაუბრეთ და თუ არ გაქვთ ნანახი ეს ვიდეო, აუცილებლად ნახეთ იგი, ძალიან საინტერესოა და ძალიან ბევრ იდუმალ ამბავს გაიგებთ. ზოგადად, როცა ასეთ თემებს ეხები, ორმაგი პასუხისგებლობა გენიჭება და გეკისრება ავტორს. პირველი მიაწოდო მაყურებელს ობიექტური ინფორმაცია, რომელიც გაწმენდილი იქნება მისტიკის, რაღაც აჟიოტაჟის და სენსაციების და ზღაპრების ქერქისგან. და მეორე, რა თქმა უნდა, როდესაც შენეხები რეალურად არსებული ადამიანის სიცოცხლეს, მის გაქრობას, გაურკვეველი და იდუმალი
მიზეზების გამო. ეს ადამიანები ვიღაცის ახლობლები არიან და ამიტომ ჩვენ მაქსიმალური პატივისცემით უნდა მოვეპყრათ მათ ხსოვნას. მე მინდა რომ ერთად ვიფიქროთ თუ რა მოხდა, რატომ მოხდა, რამ გამოიწვია და რა მეთოდებით არის შესაძლებელი ამ გაუჩინარებების, რომლებზეც ჩვენ დღეს გვექნება საუბარი, მიზეზების დადგენა. ასევე გთხოვთ დაწეროთ, რომელი მსგავსი ისტორია გაგახსენდათ თქვენ, რომლის შესახებაც მე რა თქმა უნდა არ მისაუბრია, იმიტომ რომ ისევე მეორე დღევანდელ გადაცემაში მხოლოდ რამდენიმე ფაქტს მოგიყვებით და ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება ჯერ ვიდეო როგორც ყოველთვის გთხოვთ ხოლმე ნახოთ ბოლომდე და მხოლოდ ამის შემდეგ დაწეროთ კომენტარები და თქვენი მოსაზრებები ნანახის და გაგონილი საფუძველზე. თემები არა მაქვს მე რაღაც პრინციპის მიხედვით დაალაგებული, არც ქრონოლოგიურად, არც თემატურად, არც პრიორიტეტულად, მე როგორც ჩავთვალე საჭიროდ, ისე თვითანმიმდევრობით და ისეთი დაწვრილებით მაქვს მოთხრობილი მათ შესახებ. იმედია ამ ვიდეოს კვლავ მე იმედს ვიტოვებ, რომ ამ ვიდეოს ბევრი გამოხმაურებელი ეყოლება და ის მარტო ჩვენს ვიწრო წრეში არ დარჩება და თქვენ მას გაიტანთ სხვა პლატფორმებზეც, სხვა სოციალურ ქსელებშიც, რათა უფრო მეტი ადამიანი შემოგვიერთდეს და უფრო მეტმა გამოიწეროს არხი, რათა მე სტიმული მომეცეს ახალი ვიდეოების ჩაწერისა. და რა თქმა უნდა, მე მინდა უზარმაზარი მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც წერს კომენტარებს, იწონებს ჩემს ვიდეოებს და აზიარებს მათ და რა თქმა უნდა, მათ განსაკუთრებული, ვინც მატერიალურად ეხმარება არხს და მე ამაზე არაერთხელ მithქვამს, რომ ეს მე სტიმულს მაძლევს ახალი საინტერესო ვიდეოები დავამზადო და მოგაწოდოთ. მაშასე, გამარჯობა და დავიწყოთ. სად გაქრა ტარა კალიკო? 1988 წლის 20 სექტემბერს მზიანი დილა გათენდა ნიუ-მექსიკოში და 9:30 დასახლება რიო კომიუნიტის ერთ-ერთი სახლიდან ახალგაზრდა გოგონა გამოდის, იგი 19 წლისაა, იგი ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი და მას სახელად ტარა კალიკო ჰქვია. ტარას ტრადიცია დააქვს, რომ ყოველდღიურად 36 კილომეტრი გაიაროს ველოსიპედით. მდინარე რიო გრანდეს გასწვრივ და დღეს კი მან აღმოაჩინა, რომ მის ველოსიპედს ბორბალი აქვს დაშვებული და ამიტომ დედასთან შებრუნდა სახლში და გააფრთხილა, რომ შენს ველოსიპედს წავიყვანო, შენს ვარდისფერ ჰაფსო, ასეთი ფირმის ველოსიპედი ყავდა დედას და მე თუ 2 საათისთვის არ დავბრუნდი, მომძებნეთო. როგორც შემდგომში პეტი დოელი, ანუ ტარას დედა ყვება, მან იგი შეაშფოთა გოგონას ესეთმა ნათქვამმა. მას არაზრუს უთქვამს გავსი რამს. სხვა შორის ტარა იყო კლასიკური გერმანელივით ძალიან პუნქტუალური. იგი როცა იტყოდა რომ 2 საათზე მოვალ, იგი მოდიოდა აუცილებლად 2-ზე და ყველაფერს ისე ასრულებდა, როგორც იყო მის მიერ დაგეგმილი და სპეციალური ჟურნალის კი ქონდა, სადაც დღის განრიგს წერდა. არიან ესეთი ადამიანები. მოკლედ, ტარამ გაიკეთა ყურებზე იმ დროისთვის ძალიან პოპულარული და ალბათ ყველაზე პოპულარული გაჯეტი, ეს გახლავთ Sony-ს Walkman-ი, რომელშიც იდებოდა კასეტა. ახალმა თაობამ შეიძლება არ იცის, კასეტა რა არის? ეს არის მაგნიტური ფირი, რომელზეც 60 წუთი მუსიკა არის ჩაწერილი და იგი უნდა გადაახიო, გადმოახიო და ასე მოძებნო შენთვის სასურველი მუსიკები. მან Walkman-ში ჩადო მისი საყვარელი ჯგუფის Boston-ის კასეტა, ჩართო მუსიკა, დაჯდა ველოსიპედზე და სახლიდან გავიდა. გავიდა და ნიუ-მექსიკოს ლურჯით ცის ქვეშ გაქრა. ტარა ძალიან მიზანდასახული გოგონა იყო, იგი მე-9 კლასში ძლიერ ავარიაში მოყვა და გადარჩა, მაშინ სასწაულებრივ სიკვდილს გადაურჩა და მან ჩათვალა, რომ ღმერთმა მას სიცოცხლე იმისთვის აჩუქა, რომ მან სიკეთეები აკეთოს. ამიტომ იგი მან ჩააბარა ალბუკერკის უნივერსიტეტში, როგორც გითხარით, ფსიქოლოგიას სწავლობს და ერთი რამ ახასიათებს, იგი ვერ იტანს, როცა მას აკონტროლებენ. ძალიან დამოუკიდებელია და ძალიან მალე აღწევს პატივისცემას საზოგადოებაში. სხვა შორის პარალელურად იმისა, რომ სწავლობს, როდესაც იგი ბრუნდება არდადაგებზე თავის სახლში,
Rio Community-ში, იგი ბანკში მუშაობს მოლარედ. კერათმიანი და ტანადი გოგოა, საკმაოდ პოპულარულია მისი თაობის ახალგაზრდებში და ბევრი ცდილობს მისი გულის მოგებას, მაგრამ საბოლოოდ ტარა არჩევანს აჩერებს პოლიციელ მარკ მაკკრაკენზე. დავიმახსოვროთ ეს სახელი და გვარი, იგი ცოტა ხანში კვლავ გამოჩნდება სცენაზე. სწორედ მარკს უნდა შეხვდეს იგი დღის 3 საათზე და ამიტომ უთხრა დედაც რომ მე 2 საათზე ვიქნები სახლში, მაგრამ ისევ ვიმეორებ, ესეც დააყოლა თუ დამაგვიანდა, აუცილებლად დაიწყეთ ჩემი ძებნო. გზატკეცილი, სადაც ტარა მოძრაობს, ნახევრად უდაბნოზე და ესეთი მწირი ბალახეულობით დაფარულ საძოვრებზე გადის და აქ იშვიათად შეხვდებით არა თუ ველოსიპედის და ფეხით მოსიარულეს, არამედ მანქანასაც კი, ესეც საკმაოდ უდაბური ტრასაა. ტარა არც 2 საათისთვის ბრუნდება, არც 3-თვის, არც 4-ისთვის და 6 საათისთვის დედამისი პეტი ადგილობრივ პოლიციაში მიდის და ქალიშვილის დაკარგვის შესახებ წერს განცხადებას. იმავე წამს იწყება სამძებრო სამუშაოები. მთელი საზოგადოება იკრიბება ამ Rio Community-სა და პოლიციელებთან ერთად ისინი გადიან ტარას საძებნელად იმ ადგილებში, სადაც იგი მოძრაობს ხოლმე ველოსიპედით. და საღამოს აი ამ ძებნის პერიოდში უდაბნოს თავზე იკრიბება საშინელი შავი ღრუბელი, იწყება ჭექაქუხილი, თავსხმა წვიმა ისეთი, რომელიც დიდი ხანია აქ არ უნახავთ, აპრილის მერე და მაინც და მაინც ტარას ბედად იმ დღეს ჩამოიქცაცა. ვერაფერს ვერ პოულობს და მხოლოდ 2 დღის შემდეგ შემთხვევითი გამლელი აი იმ ტრასაზე, სადაც ტარა მოძრაობდა, პოულობს ჯერ Walkman-ის, აი მაგნიტოფონის, ჯიბის მაგნიტოფონის ნამტვრევებს, ხოლო შემდეგ უკვე კასეტას, რომელზეც ჯგუფი ბოსტონის სიმღერებია ჩაწერილი. რა თქმა უნდა, ამოწმებენ მას, მაშინ გენეტიკური ანალიზები ჯერ კიდევ არ იყო, ამოწმებენ თითების ანაბეჭდებზე და ანაბეჭდები მხოლოდ ტარასია, სხვისი არავის. სხვათა შორის გამოჩნდება 2 თუ 3 თვითმხილველი, რომლებიც იტყვიან, რომ ჩვენო დავინახეთო გოგონაო, რომელიც ვარდისფერი ველოსიპედით მოძრაობდა, საკმაოდ სწრაფადო, მას ყურსასმენები იკეთაო, მას უკან თეთრი პიკაპი მიყვებოდაო. როგორც სამივე მაღწერა, ეს გახლდათ 1953 წელს გამოშვებული Ford-ის თეთრი ფერის პიკაპი. ანუ პატარა სატვირთო მანქანა პიკაპს, რასაც ეძახიან ამერიკელები. რიოში, ნიუ-მექსიკოზე და ქალაქ ალბუკერკეში, სხვა მიმდებარე დიდ დასახლებებში გამოაკრეს ტარას სურათები, რა თქმა უნდა, ფულად არის ფულადი ჯილდოც დაწესებული, თუ კი ვინმე რამე სასარგებლო ინფორმაციას ფლობს გამოძიებისთვის, მაგრამ ამაოდ 1989 წელია ზაფხული, სადაც 7-8 თვეა გასული ტარას დაკარგვიდან და პოლიციაში მიდის მამაკაცი, რომელიც აცხადებს, რომ ტარა ფლორიდაში, აქედან დაახლოებით 1500-1600 კილომეტრის მოშორებით, პორტ სენ-ჯონის პლაჟზე დაინახა და ტარა ვიღაც ახალგაზრდებთან ერთად იყო და მას აშკარად ეტყობოდაო სახეზე და ქმედებაზე, რომ იგი არ იყო ნებაყოფლობით თითქოს აი ამ ახალგაზრდებთან. ამას მისი საქციელით მიუხვდიო მეო და მისი გამოხედვიდან. და იქნებო ნახოთო და შეამოწმოთ რა ხდებაო და პოლიციელები წავლენ, გადაამოწმებენ, იქ ვერავის ვერ იპოვიან, დაურეკავენ ალბუკერკეში და რიოში პოლიციას, რომ ესეთი სიგნალი შემოვიდა და ნუ ჩვენო კიდე რაღაც დავძებნითო, მაგრამ ნუ იმედიო რა თქმა უნდა არ არისო, რომ საერთოდ ეს ტარა იყო. მაგრამ ზუსტად 2 დღის თავზე ამავე ქალაქში ხდება აღმოჩენა, რომელიც ტარას ისტორიას კრიმინალისტიკაში დღემდე იდუმალ და უნიკალურ ფაქტად აქცევს. სუპერმარკეტის წინ მანქანების გაჩერებაზე გამლელი შემთხვევით პოულობს პოლაროიდზე გადაღებულ ფოტოს. ფოტოზე ავის მომასწავებელი სცენაა გამოსახული. ახალგაზრდა გოგონა და 11 წლის დაახლოებით 11 წლის ბიჭუნა, რომლებსაც ხელები აქვთ შეკრული ზურგს უკან და პირზე აქვთ აკრული შავი ფერის პლასტირი. გოგონას გვერდით დევს წიგნი My Sweet Audrey და მდგინდება
ფოტოს გადაღების დაახლოებითი თარიღი. ეს გახლავთ 1999 წლის მაისი. კამერის ჩანაწერებით დგინდება, რომ ეს ფოტო შესაძლოა გადმოვარდა ან დაუვარდა ვინმე ვიღაც ულვაშებიან მამაკაცს, რომელიც შემდეგ ჩაჯდა Toyota-ს ფირმის მიკროავტობუსში, რომელსაც ფანჯრები არ ჰქონდა და სადგომი დატოვა. სამწუხაროდ იმდროინდელი კამერები არ იძლევა საშუალებას, რომ გაიშიფროს მანქანის ნომერი და მანქანა იკარგება. პეტი დოილს ამ ფოტოს აჩვენებენ და იგი ეგრევე ამბობს, რომ ეს არის ტარა. პლუს იგი ამჩნევს, რომ მარჯვენა ფეხის ბარძაყზე პატარა შრამი აქვს ამ ფოტოზე გამოსახულ გოგონას და ანალოგიურ ადგილას იგივე ზომის შრამი აქვს ტარასაც. თუმცა ერთი მაგრამ არსებობს აქ. ტარა ამ დროისთვის უკვე 20 წლისაა, ხოლო ფოტოზე გამოსახული გოგონა გაცილებით, თქვენს დარწმუნდებით, გაცილებით ახალგაზრდაა. მაინც იწყება გადამოწმება დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, კერძოდ სკოტლანდი იარდი აცხადებს, რომ ეს ნამდვილად ტარაა. ლოს-ალამოსის სპეციალური ლაბორატორია ამბობს, რომ ეს 70% ტარაა, 20% კი არა და გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტები კი ამბობენ, რომ 50-50-ზეა ვერ ხვდებითო ჩვენ ისეთი ტარა შეიძლება იყოს და შეიძლება არც იყოს. მაგრამ ვინ არის ის პატარა ბიჭი? ის შეშინებული ბიჭი, ესე თვალებით რომ იყურება. ვისთვის უნდა მიემართათ, სად უნდა ეპოვათ მისი მშობლები და პირველი ვერსიაც გამოჩნდნენ მშობლები, რომლებმაც თქვეს, რომ ეს შესაძლოა მათი შვილი იყოს, მათი 10 წლის მაიკლ ჰენლი, რომელიც 1988 წლის 21 აპრილს დაიკარგა. იგი მამასთან ერთად იყო წასული მანზანოს მთებში. ეს დაახლოებით 70 კილომეტრშია იმ ადგილიდან, სადაც ტარა ცხოვრობს, ანუ ნიუ-მექსიკოშია ეს მთები, ხოლო ისევ ვიმეორებ, ყველაფერი ეს, ანუ ფოტოს აღმოჩენა ხდება ნიუ-მექსიკოდან და ტარას სახლიდან დაახლოებით 1500-1600 კილომეტრის მოშორებით ფლორიდაში. ანუ იმ ადგილას კვლავ, სადაც იმ მამაკაცმა თქვა, რომ თითქოს მე ტარა დავინახეო. მშობლები ამტკიცებენ ამ ბიჭის, რომ ნამდვილად ეს მათი შვილია, მაგრამ 1 წლის შემდეგ მის მტაცებლებისგან განადგურებულ სხეულს იპოვიან მანზანოს მთებში, სწორედ იმ ადგილას, სადაც იგი დაიკარგა და როგორც გამოძიება დაადგენს, იგი გადაცივებით და უჭმელობით შიმშილით მოკვდა. ვინ იყო ფოტოზე გამოსახული ეს განწირულ თვალებიანი ბიჭი, დღემდე არავინ იცის. ამით ფოტოს ისტორია არ მთავრდება. როცა ლოს-ალამოსის ლაბორატორიაში ფოტოს სხვადასხვა მეთოდებით სწავლობდნენ, იქ დაინახეს, რომ წიგნის ყდაზე აღბეჭდილი არის კალმის მიერ დატოვებული ნაჭდევები. ანუ როგორც ჩანს, ვიღაცამ წიგნზე დადო ფურცელი, მასზე დაწერა რაღაც და ეს რაღაც არის ტელეფონის ნომერი. შემდეგ ეს ფურცელი აიღო და ალბათ ჯიბეში ჩაიდო ან სადღაცა გადადო, ხოლო თვითონ მყარ გარეკანზე დარჩა ანაბეჭდი. ამ ანაბეჭდის გაშიფრვა მოხერხდა ერთი ციფრი აკლდათ, ხოლო და ასეთი მსგავსი ციფრი მქონე ტელეფონი იყო მთელს ამერიკაში 45, მიეცათ ძალიან დიდი იმედი, რომ რაღაც სინათლის სხივი გამოჩნდებოდა აი ამ უკუნეთში, მაგრამ 45-ვე ადამიანი, რომლებსაც ტელეფონის ნომრები ეკუთვნოდათ, საერთოდ არაფერ შუაში არ იყვნენ ამ საქმესთან. მაგრამ ერთი საინტერესო მომენტია აქ. My Sweet Audrey წიგნი, რომელიც გოგონას გვერდზე უდევს, არის ტარას უსაყვარლესი წიგნი. იგი სადაც არ უნდა წავიდეს, თან დააქვს ყველგან. ესეც ძალიან დიდ ეჭვს ბადებს, თან წიგნი დემონსტრატიულად დევს გოგონას გვერდით, გოგონას ფეხებთან. მოკლედ კვლავ ჩიხია. გადის 3 თვე და კალიფორნიის შტატის ქალაქ მონტესიტოს ერთ-ერთ სამშენებლო მოედანზე, ესეც დაახლოებით 2000 კილომეტრის მოშორებით არის ტარას სახლიდან, პოულობენ კიდევ ერთ ფოტოს. აქ ესეთი მუქთმიანი, გრძელთმიანი გოგოა გამოსახული, მისი თავი უფრო სწორად, რომელიც ბალიში ზედებს, რომელსაც აკრული აქვს პირი კვლავ პლასტერით, ამჯერად ღია ფერის პლასტერით და განწირული, შეშინებული ცრემლიანი თვალებით იყურება ობიექტივში.
პატი დოილი კვლავ ამ გოგონაში წამოიცნობს თავის ქალიშვილს. ექსპერტები გამოითვლიან და დაადგენენ, რომ ფოტო გადაღებულია 1999 წლის ივნისში, ანუ პირველი ფოტოს გადაღებიდან 1 თვის თავზე. საინტერესო ფაქტია. 10 თვის შემდეგ ალბუკერკეს პოლიციაში მიდის ანონიმური წერილი, რომელშიც კვლავ პოლაროიდის ფოტო დევს. ფოტოზე ხელებს შეკრული და პირზე პლასტირი აკრული გოგონაა გამოსახული. იგი ზის მატარებლის ვაგონში, მის გვერდით ზის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ესე დამცინავი სახით დაჰყურებს მას. ფოტოს წარწერა აქვს ტარა კალიკო. მაგრამ ამჯერად დედა ამ ფოტოში თავის ქალიშვილს ვერ ამოიცნობს. 1990 წელსაა ეს ფოტო გადაღებული, ასე დადგინდა ლაბორატორიულად და არავინ იცის ვინ გამოაგზავნა და რა მიზნით გამოაგზავნეს იგი. ხა დღევანდელი დღე რომ იყოს, ალბათ დამნაშავე ან ეს ბოროტი ადამიანი, რომელსაც ეს ფოტო გამოაგზავნა და როგორც ჩანს ეს დადგმული ფოტოა, გენეტიკური ანალიზით დაადგენდნენ მის ვინაობას, მაგრამ სამწუხაროდ მაშინ ასეთი მეთოდები ჯერჯერობით არ იყო და თუ ვინ გამოიგონა გენეტიკური დაქტილოსკოპია, ანუ გენეტიკის გამოყენება კრიმინალისტიკაში, ამის შესახებ მე მოგიყვებით ძალიან საინტერესო და ტრაგიკულ ისტორიას ჩემი მეგობრის შესახებ. გადიოდა დღეები, გადიოდა თვეები და ყველა ხვდებოდა, რომ საქმე როგორც გამომძიებლები ამბობენ ხოლმე დაყრუდა. 5 წლის გასვლის შემდეგ ტარა კალიკოს გაუჩინარების საქმე თაროზე შემოდეს და უკეთესი დროისთვის შემოინახეს. ყველა შეეგუა, რომ ტარა ცოცხალი აღარ არის. 2000 წელია და ტარა საქმე კვლავ გაიღვიძა. მარკ მაკრაკენი გახსოვთ ხო? მეკითხარით და იმახსოვრეთ თქო ის პოლიციელი, რომელზეც შეყვარებული იყო ტარასი, ბოიფრენდი იყო. მაკრაკენს იჭერენ ცოლის მკვლელობის ბრალდებით. ძალადობისკენ აქვს მიდრეკილება და ვარაუდობენ, რომ სწორედ მაკრაკენმა მოკლა და შემდეგ გააქრო ტარას სხეული. მაგრამ აღმოჩნდება, რომ ამ კაცს ესეთი რკინისებური ალიბი აქვს, იგი საერთოდ არ იმყოფებოდა იმ პერიოდში შტატის ტერიტორიაზე. თუმცა ეს საინტერესოა, თუ შტატის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა, მაშინ რანაირად უნდა შეხვედროდა იგი 3 საათზე ტარას. ეს ცოტა ალოგიკურია, მაგრამ დაადგინეს, რომ არაფერში არ არის ეს კაცი. პეტი, ანუ ტარას დედა 2006 წელს გარდაიცვალა, მან რამდენიმე ინსულტი გადაიტანა და იგი ცხოვრების ბოლომდე ელოდებოდა თავის ქალიშვილს და 88 წლის სექტემბრის შემდეგ მისი სიცოცხლე ფაქტიურად ჯოჯოხეთად იქცა, რატომ? იმიტომ რომ მას ვინცაც არ იპოვიდნენ, თქვა რაღაცა ფოტოს ქალიშვილს, გოგონასი დასახიჩრებულს, მოკლულს, ჩამოხრჩობილს, გაუპატიურებულს, ყველა ფოტოს უგზავნიდნენ ამ ქალს და ეკითხებოდნენ ჟენიშვილი ხო არ არისო და როგორია ამის ატანა წლების განმავლობაში და სამწუხაროდ გარდაიცვალა ისე რომ ვერაფერი გაიგო თუ რა დაემართა მის შვილს და 2013 წელს ტარას საქმეს კვლავ ჩამოიღებენ თაროდან და მის შესწავლას იწყებს გაუხსნელი საქმეების განყოფილება. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ვალენსიის ოლქის შერიფის, ეს ვალენსიის ოლქია მთლიანად ეს ადგილი, სადაც ტარა ცხოვრობდა, აი შერიფის ოფისთან ერთად 2 სავარაუდო დამნაშავის მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავის საქმეების კვლევა დაიწყო, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. 2013 წელია, ეს რამდენი ხანია გასული უკვე. 6 თვის თავზე შერიფის ოფისი აუცილებს განცხადებას, რომ მათ ფაქტიურად საქმე გახსნეს და ცოტა ხანში საზოგადოებას ამცნობენ დამნაშავეების სახელებს და გვარებს. და რომ ამ ქალაქის ყველაზე ბნელი ისტორიის ფურცელი სამუდამოდ ჩაბარდება წარსულს. აქ მე ცოტა უკან უნდა დავბრუნდე და უნდა გითხრათ, რომ 2008 წელს სერჟანტი როულანდი და რიოს ყოფილი შერიფი თავიდანვე თვლიდნენ, რომ ტარა ადგილობრივებმა მოკლეს. დიახ, მრავლობით რიცხვში მოკლეს, იმიტომ რომ მათი ვარაუდით გოგონას გაეღლაბუცენ ახალგაზრდები მანქანით, ვერ მოზომეს, დაარტყეს მას მანქანა, ძლიერად დააზიანეს, ან ეგრევე მოკლეს და დანაშაულის
დამალვის მიზნით მათ გადაიტანეს ტარასხეული უდაბნოში და იქ თავის ველოსიპედიანად დამარხეს და თითქოს მშობლებმა ეს ამბავი რომ გაიგეს, რა თქმა უნდა საქმე ჩაფარცხეს და ეს ახალგაზრდები იქაურობას მოაცილეს და თითქოს ამ ახალგაზრდების გვარები და სახელები უნდა დაესახელებინათ შერიფს და გამოძიების ფედერალურ ბიუროს, მაგრამ კვლავ დადუმდნენ. ამაზე რა თქმა უნდა ტარას მამინაცვალი და ძმა ძალიან აღელდნენ და მათ ინტერვიუები მისცეს ცენტრალურ ტელევიზიებს ამერიკის რომ რა უსინდისობა თუ გაქვთ რამე ინფორმაცია გითხარით, რას გვტანჯავთ. თუ არ გაქვთ, ესეც თქვით და წინასწარ თქვათ, ნუ აღელვებთ ჩვენს და სხვებსაც. გადის კიდევ 7 წელი და 2021 წელს შერიფის ოფისი კვლავ აცხადებს, რომ გამოჩნდა ახალი ფაქტები, რომლებიც ახდიან ფარდას ამ საიდუმლოც და ძალიან მალე დაისჯებიან დამნაშავეები. გადის დრო და კვლავ არაფერი. და 2 წლის წინ კვლავ აცხადებს შერიფის ოფისი, რომ დამნაშავეებიდან ერთ-ერთი დაკავებულია და მისი ვინაობა მხოლოდ მას შემდეგ გამოცხადდება, რაც სასამართლო მას განაჩენს გამოუტანს. მსგავსი რამ ამერიკაში პრაქტიკულად არ ხდება ხოლმე. ანუ ეს დახურული სასამართლოები არ არის, მაგრამ შერიფი ნიშველიებს იმ მომენტს, რომ თითქოს შეიძლება ვიღაცამ შური იძიოს და რაღაცები ჩაიდინოს და რა დროს შური ძიება, უკვე ლამის 40 წელია გასული ამ საქმიდან, ხო? და კვლავ არაფერი, რა თქმა უნდა. კვლავ არავინ იცის, სად გაქრა 19 წლის ტარა კალიკა. ვინ იყვნენ ფოტოებზე გამოსახული გოგონა და ბიჭუნა? რატომ მალავს სახელმწიფო და მალავს კი საგულდაგულოდ დამნაშავეების ვინაობას? თუ კი ასეთები მართლა არსებობენ. როდის აეხდება და აეხდება თუ არა საერთოდ ფარდა ამ იდუმალებით მოცულ საქმეს და ან კი აქვს აზრი რამდენი წლისები იქნებიან უკვე დამნაშავეები საერთოდ ცოცხლები თუ არიან. დაწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ ამ იდუმალებით მოცულ საქმეზე. ჩვენ კი შემდეგ თემაზე გადავიდეთ. ბრაიან შაფერის გაუჩინარება. ბრაიან შაფერი ოჰაიოს შტატ ქალაქ პიკერინგტონში დაიბადა 1979 წელს. 1997 წელს ადგილობრივი სკოლა წარჩინებით დაამთავრა და კოლუმბუსში, ოჰაიოს უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა მიკრობიოლოგიის მიმართულებით და 2004 წელს კი გადავიდა სამედიცინო კოლეჯში. კოლეჯში მან ესეთ მომხიბვლელი გოგონა გაიცნო სახელად ალექსის ვაგონერი და წყვილს დაქორწინება აქვს გადაწყვეტილი ხელისთხოვნას ბრაიანი ალექსისისთვის 2006 წლის 3 აპრილს აპირებს, როგორც თვითონ ამბობს, ისინი წავლენ მაიამიზე და აქ რომელიმე კუნძულზე იცხოვრებენ, იმიტომ რომ მას ტროპიკები და ეს ფაუნა და ფლორა ძალიან ხიბლავს. და იგი სხვა შორის კიდევ მუსიკალური ჯგუფის შექმნასაც აპირებს. 2006 წლის 1 აპრილს და ეს დღე დასავლეთის ქვეყნებში აღინიშნება როგორც სულელების დღეს ეძახიან მას, ჩვენთანაც მოგეხსენება რაღაც ატყუებენ ხოლმე ადამიანები ერთმანეთს. თან პარასკევის საღამოა და სანამ ბრაიანი ორშაბათს უკვე მაიამიში მიდის, მას ადადეგები აქვს ალექსისთან ერთად, სანამ იგი წავა, გადაწყვეტს რომ ერთი კარგად მოულხინოს პარასკევ საღამოს. იგი ჯერ მამასთან ერთად სტეიკებს შეწვავს უკანა ეზოში, საკმაოდ დიდი რაოდენობით დალევს ლუდს. შემდეგ კი მას გამოუვლის მისი მეგობარი კლინტ ფლორენსი და ისინი მიდიან კოლუმბუსის ძალიან პოპულარულ ბარში, რომელსაც ქვია Ugly Tuna Saloon, ანუ ბრაზიანი თუნას ან თევზის სალონი. აქ ძალიან გემრიელად ამზადებენ თევზს, აქ ძალიან კარგი სასმელებია და 22 საათსა და 15 წუთზე შაფერი ურეკავს ალექსის და ეუბნება რომ იქნებ შეხვდნენ დღეს ამ ბარში, მაგრამ ალექსის ეუბნება რომ მე მშობლებთან ერთად ვარ ახლა სხვა ქალაქშიო და როგორც გვაქვს ჩაფიქრებული სამში ხვდებით აეროპორტში. მოკლედ ამის შემდეგ ბრაიანი და კლინტი მიდიან უბნის ბარებს დაივლიან, ყველგან თითო-თითო ჭიქას დალევენ, შემდეგ კვლავ აი ამ გაბრაზებულ ტუნაში მიდიან და აქ უკვე ფლორენსი თავის girlfriends, თავის მეგობარ გოგონას დაურეკავს და უკვე სამნი აგრძელებენ ბარში დალევას.
სადღაც 2 საათისთვის შაფერი დგება და მისი ასავალ-დასავალი დღემდე არავინ იცის. მაგრამ ახლა ასე ქრებიან ადამიანები, მაგრამ აქ ძალიან ბევრი საინტერესო მომენტია. და ამიტომ შევარჩიე მე ის ისტორია თქვენთვის. კლინტი და მერედითი ცდილობენ რომ დაუკავშირდნენ. ხო გავიდა ეს კაცი, გავიდა 10 წუთი, 15 წუთი, ნახევარი საათი გავიდა, ტუალეტში წავიდა ასეთში, ხო? ურეკავენ მობილურზე, მაგრამ მხოლოდ ავტომობილსუხე ერთვება, საიდანაც ბრაიანი ატყობინებს, რომ იგი კარგად არის და როცა შეძლებს, მაშინ დაურეკავს. გადის 1 საათი, წვილი უკვე დაიღლება, აქ ბარში ჯდომით და ცდით და ისინი ადგებიან და სახლებში წავლენ იმ იმედით, რომ ბრაიანი ალბათ გადათვრა და გადაწყვიტა, რომ გაპარულიყო და სახლში წასულიყო. მეორე დღეს, ანუ შაბათსაც და კვირასაც მას ურეკავენ როგორც ალექსისი, ასევე კლინტი, მაგრამ კვლავ ავტომობილსუხეა ჩართული და მალე ისიც ითიშება. სხვაშორის ბრაიანს რამდენიმე თვით ადრე დედა გარდაეცვალა ძალიან იშვიათი სისხლის დაავადებით და ალექსისი ჩათვლის რომ შეიძლება რომ დალიაო შემდეგ ნაბახურსებზე მას რაღაც დეპრესიული მომენტები აქვს, იმიტომ დედა ძალიან უყვარდა ბრაიანს და შეიძლება სადმეო განმარტოვებულია, აგერ რომ აეროპორტში სამ რიცხვში მოვაო. მიდის იგი აეროპორტში და როდესაც აეროპორტში არ გამოცხადდება ბრაიანი, აქ უკვე იწყება პანიკა. იგი უკავშირდება ბრაიანის მამას, რომელიც სხვა ქალაქში ცხოვრობს, მის ძმას, უმცროს ძმას და უკვე სამივე იწყებენ ძებნას, რა თქმა უნდა, პოლიციასთან ერთად. ისინი მიდიან ბრაიანის საერთო საცხოვრებელში, იმ ბინაში, სადაც მას ოთახი აქვს დაქირავებული, მისი მანქანა გარეთ დგას, ბინაში ყველაფერი წესრიგშია, ლოგინი კი ალაგებულია, როგორც შემდეგ ადგენენ, მაშინ 3 დღე არავინ ჩაწოლილა. ანუ ბრაიანი იმ საღამოს, იმ ღამეს სახლში არ დაბრუნებულა. კოლუმბუსის პოლიცია აცხადებს, რა თქმა უნდა, ძებნას და ბრაიან შეფერის ფოტოებს ავრცელებს. ერთ-ერთი ტაქსისტი აცხადებს, რომ თითქოს მან აი ბრაიანის მსგავსი ნასვამი ახალგაზრდა სადაც ზღვასთან მიიყვანა, თუმცა იგი არ არის ბოლომდე დარწმუნებული და ერთადერთი გამოსავალი რჩება კოლუმბუსის შუაშორის შტატში ითვლება ყველაზე დახუნძლულ ქალაქად ვიდეოკამერებით, სათვალთვალო კამერებით და ბარშიც რა თქმა უნდა ეს კამერები არის. ამოიღებენ ვიდეო ჩანაწერებს და რამდენიმე ჯგუფი დეტალურად რამდენიმე დღის განმავლობაში ამ ჩანაწერებს ათვალიერებს და გაოგნებული რჩება. ისინი ხედავენ, რომ ბრაიანი მაგიდიდან დგება და წესი და რიგით უნდა გავიდეს ოთახიდან, ანუ ბარიდან და ესკალატორზე უნდა დაეშვას, იმიტომ რომ არის კადრები, როგორ ამოდის ეს 3 ადამიანი ესკალატორით ბარი მეორე სართულზეა. ასევე ესკალატორით უნდა დაეშვას და გავიდეს ბარიდან. არ გამოდის იგი ბარის ტერიტორიიდან. ჩათვლიან რომ იქნება მეორე მხრიდან გავიდაო. მეორე მხარესაც არის კამერები, იმ ჩანაწერებსაც ამოიღებენ, იქაც ათვალიერებენ. არ არის ეს კაცი. სადღაც ბარის ტერიტორიაზეა გამქრალი. შემდეგ იწყებენ მთელი უბნის კამერების და ჩანაწერების ამოღებას, რომელიც ირგვლივ არის. ირგვლივ ბევრი ბარია, ბევრი ასეთი დაწესებულება, სადაც დალევა შეიძლება, molxena შეიძლება და ფიქრობენ, რომ შეიძლება ამ კაცმა მოინდომა და თქვათ აღარ უნდა ამერედიდან და იმაში მესამე მურმანის ეკალივით იყოს ჩარჩობილი და წავიდა სხვაგან დაიწყო გაგრძელება, მაგრამ არსად არ არის, როგორც თქვი, იგი არც ბარიდან გადის, არც შენობიდან გადის, ქუჩაში საერთოდ არ ჩანს და პოლიციას ის ღარჩება, რომ ყველა ადამიანი, რომელიც მის გვერდზე იმ დღეს იმყოფებოდა, ყველა სიცრუის დეტექტორზე შეამოწმოს, მათ შორის მისი მამა, მისი ძმა და აქ საინტერესო რამ ხდება, მერედითი თანხმდება სიცრუის დეტექტორზე შემოწმებას, მაგრამ კლინტი, მისი მეგობარი, რომელთანაც ერთად იგი მან დაიწყო იმ დღეს მსვლელობა ბარებში, უარს ამბობს და ეს ნებაყოფლობითია მოიხსენებათ, ადამიანს შეუძლია უარი თქვას შემოწმებას. ეს რა თქმა უნდა ეჭვებს ბადებს, მაგრამ ფაქტია, რომ კლინტი მუდმივად ჩანს ეკრანზე ბარში და ბარის თანამშრომლებიც ამბობენ, რომ აქ იყო. ანუ როდესაც ბრაიანი ქრება, მას მერე საათნახევრის მერე მიდის კლინტი ბარიდან. გადის რა თქმა უნდა კვირეები, თვეები
საქმე ადგილიდან არ იძulis და რენდი იმედს მაინც არ კარგავს. ანუ მამა ბრაიანის. იგი ქმნის ვებსაიტს და ქალაქში აკრავს ბრაიანის სურათებს, აგზავნის სხვადასხვა ადგილებში და ამახვილებს ყურადღებას ერთ რამეზე, რომ ბრაიანს მარჯვენა ხელის ბიცეპსზე, ხრის მხარზე აქვს მისი საყვარელი ჯგუფის Pearl Jam-ის ლოგოტიპის ტატუ. როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, უამრავი ჯურის აფერისტმა და აშკარად ზოგიერთმა კრამით დაცურებულმა ადამიანმა საპოლიციო განყოფილება და რენდის სახლი აიკლო. ვიღაცა რომელიც თავის თავს იესოს უწოდებდა, ამტკიცებდა რომ ზუსტად იცოდა თუ რა მოხდა იმ ღამეს, თითქოს ბრაიანი ორმა შავკანიანმა თავში გასროლით მოკლა და შემდეგ წყალში გადააგდო. ვიღაცამ თქვა რომ ჩვენ შვედეთში ვნახეთო იგიო, ვიღაცამ თქვა ფლორიდაშიო, ნუ მოკლედ ვიზაც არ ეზარება, აი ამ ტალღაზე ყველა რაღაცას ბოდავს. ალექსისმა ბრაიანის შეყვარებულმა წესად დარგო რომ ყოველ საღამოს ძილის წინ იგი კრიფავს ბრაიანის ნომერს. რა თქმა უნდა, ბრაიანის ტელეფონი დიდი ხანია გათიშულია, მაგრამ 6 თვის თავზე, როგორც ყოველთვის იგი რეკავს და ემზადება რომ დადოს უკვე ტელეფონი, რომ ზარი გადის. გადის 1, 2, მე-3, მე-4 და ბრაიანის ხმა პასუხობს, რომ მე ახლა არ მცალია და ცოტა ხანში მე თვითონ დაგირეკავთ. ეს ბრაიანის ის ძველი ჩანაწერია. რამდენიმე ხანში გოგონა კვლავ რეკავს, გული ამოვარდნაზე აქვს, მაგრამ იგივე მეორდება, ანუ ნომერი კვლავ აღარ არსებობს. პოლიცია ადგენს, რომ ბრაიანის ტელეფონი ფიქსირდება კოლუმბუსიდან 22 კილომეტრის მოშორებით, ერთ-ერთი გარეუბნიდან. ნუ თუ ბრაიანი ცოცხალია და იმალება. მაგრამ რატომ იმალება? ვის ემალება იგი? აჟიოტაჟი თავიდან იწყება და აქ უკვე სინგულარი, კომპანია სინგულარი, რომელიც გახლავთ მობილური ოპერატორი, რომელიც ემსახურებოდა ბრაიანს, აცხადებს, რომ იმ დღეს ძლიერი ჭექაქუხილი იყო და მათი სერვერები გადაიტვირთა და შესაძლოა, რომ სწორედ ამან გამოიწვია ეს შეცდომაო, მაგრამ საინტერესო არის ის, რომ ბრაიანის ტელეფონში ჩაწერილი მისივე ხმა რანაირად მოხვდა სერვერზე. ეს სრულიად გამორიცხული ამბავია. იქ რაღაცა სხვა ამბავი იყო, რომელსაც დღემდე ვერავინ შიფრავს. ბრაიან შაფერის გაუჩინარება, რა თქმა უნდა, კოლუმბუსის ბნელ საიდუმლოდ იქცა და სანამ ეგრეთ წოდებული ექსპერტები უცხოპლანეტელებს და ჩუპაკაბრებს დაძდებდნენ, ბრაიანის მამა და მისი შეყვარებული ძიებას აგრძელებენ. რენდი სხვა შორის ექსტრასენსებსაც მიაკითხა და აქ საინტერესო რა მოხდა, ორმა ექსტრასენსმა ერთი და იგივე ადგილი მიუნიშნა, ეს გახლავთ ქალაქის ცენტრში რივერ პორტის პარკი, მისი მიმდებარე ტერიტორია, კერძოდ მდინარის ნაპირი, სადაც თითქოს ბრაიანი მივიდა, იქ დაიღუპა, მისი სხეული შლამშია ჩაფლული. რამდენიმე დღის განმავლობაში მამა და ძმა ეძებენ ბრაიანის ცხედარს, მაგრამ რა თქმა უნდა ვერაფერს პოულობენ. კოლუმბუსთან ახლოს ეს პატარა ქალაქია, რომელშიც ხის ერთსართულიან სახლში დაიბადა ბრაიანი, აქ იზრდებოდა იგი მის ძმა დერეკთან ერთად. აქ გარდაიცვალა დედამისი ბრაიანის გაქრობამდე 6 თვით ადრე და ის სწორედ ამ სახლში ბრაიანის მამა ცხოვრობს ახლა და 2008 წლის 22 სექტემბერია. აპალაჩების მთების მხრიდან კუნაპეტი შავი ღრუბელი მოდის, რომელიც მოასწავებს იმას, რომ მალე ჭექაქუხილი და შტორმი დაიწყება. ამიტომ მას რენდი გადის ეზოში და იწყებს დამაგრებას სხვადასხვა სამუშაო იარაღების, გამაგრებას კარების და ფანჯრების, დაიცვას ისინი დაზიანებისგან და ამ დროს მოვარდება ქარის უძლიერესი ნაკადი, რომელიც ჩამოამტვრევს ხეს და ეს ხე დაეცემა რენდის და ადგილზე მოკლავს იმ დღეს ამ ქალაქში 5 ადამიანი ემსხვერპლება შტორმს და აი 3 წლის წინ სიხსავსე და ცოცხალი ოჯახის 4 წევრიდან 3 წელიწადში 3 ცოცხალი აღარ არის. ნუ რა თქმა უნდა ბრაიანზე ფიქრობენ რომ ისიც გარდაცვლილია. თითქოს ვიღაცამ დაწყევლა ეს ოჯახიო. როგორც უკვე გითხარით, რენდის გაკეთებული აქვს ვებგვერდი, რომელიც ეძღვნება ბრაიანს და როდესაც ხალხი გაიგებს რომ
რენდი გარდაიცვალა, რა თქმა უნდა, ამ გვერდზე უამრავი სამძემრის წერილი მოდის და ერთ-ერთ წერილში წერია. მამა, მე შენ ძალიან მიყვარხარ, ყოველთვის მიყვარდი, ძალიან მწუხვარ, შენი ბრაიანი, ვირჯინიის კუნძულები. გახსოვდა ალბათ, რომ მე უკვე გითხარით, ტროპიკულ კუნძულზე ცხოვრებას აპირებდა თქო, ბრაიანი ყოველთვის მას სურდა აქ ცხოვრა და გაჩნდა იმედი, რომ ბრაიანმა ყველა მოატყუა, მათ შორის მისი შეყვარებულიც, მამამისი, ძმაც, ყველა აბსოლუტურად სადაც გაიპარა ტროპიკულ კუნძულზე და იქ დასახლდა. კერძოდ ვირჯინიის კუნძულზე, რომელიც მართლა 64-ია. მაგრამ ეს იმედი მალევე მოკვდა, იმიტომ რომ პოლიცია გაყვა წერილის კომპიუტერულ კვალს და ამ კვალმა იგი მიიყვანა ფრანკლინის ოლქის ერთ-ერთ ინტერნეტ კაფემდე, ანუ გამოგზავნილი აქედან იყო ვიღაცა ბოროტი ადამიანის, უაღრესად ბოროტი ადამიანის მიერ. დერექს არ შეუწყვეტია ძმის ძებნა, ამ მაღალი კაცის თეთრთმიან თავს შორიდანვე შეამჩნევდით კოლუმბუსში. წლების განმავლობაში იგი, ძმობაც ასეთი უნდა, დაუღალავად დადიოდა კოლუმბუსში და მის შემოგარენში და ძმის ფოტოებს ავრცელებდა, ურიგებდა ხალხს და უყვებოდა თუ რა მოხდა 2006 წლის 1 აპრილს იმ საბედისწერო ღამეს კოლუმბუსის ბარ ბრაზიან თუნაში. 2010 წლის 1 აპრილს გაუჩინარებიდან მეოთხე წლისთავზე კოლუმბუსში ჩამოდის ბრაიანის საყვარელი გუნდი Pearl Jam-ი კონცერტის ჩასატარებლად და სულ რაღაც 3 კილომეტრში იმ ადგილიდან სადაც ბრაიანი გაქრა, ათასობით ჯგუფის ფანატი იკრიბება სტადიონზე. ჯგუფი ასრულებს სიმღერას Comeback, რომელიც ითარგმნება როგორც დაბრუნდი და იგი ბრაიან შეფერს ეძღვნება. ჯგუფის სოლისტი ედი ვედერი ბრაიანს მიმართავს. სადაც არ უნდა იყო შენ, ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრები და გვეყვარები. ეს მართლა ძალიან ამაღელვებული მომენტი იყო. ბრაიან შეფერი უკვალოდ გაქრა ისევე როგორც მსოფლიოში ათასობით სხვა ადამიანი. უბრალოდ ზოგიერთის საქმე უფრო რეზონანსულია, ზოგიერთის ნაკლებად, ზოგიერთის ოჯახის წევრი უფრო აქტიურობს, ზოგიერთი უბრალოდ ეგუება ამ ამბავს, თუ შეიძლება ამას შეეგუო. თორემ, როგორც გითხარით, მსოფლიოს ათასობით ოჯახში შედის მსგავსი უბედურება და სამუდამოდ იქრჩება. სად გაქრა ოუენ პარფიტი? 1763 წელი. სრულიად პარალიზებული ოუენ პარფიტი თავისი დის სახლის ღრუბლზე დასვეს. რათა სუფთა ჰაერი ჩაყლაპოს, ცოტა მზეზე ძვლები გაითბოს, ინგლისის პატარა ქალაქ შეპტონ-მალეტში ხდება ეს ყველაფერი. მშენებლობა მიმდინარეობს და მშენებლები კარგად იცნობენ ოუენს და მის დას, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მათ უმასპინძლდება ხოლმე ცივი სასმელებით და კარგი ურთიერთობა აქვთ მათ. ისინი რაღაცას გადაძახებენ კიდეც ოუენს, ისინი ისვენებენ. რაღაც მომენტში ისინი კიდე გამოიხედავენ და ხედავენ, რომ ოუენი თავის ავარძლიანად აორთქლებულია. იფიქრებენ, რომ ალბათ დამ შეიყვანა, მაგრამ და რო გამოდის და ამათ კითხავს, სადა ჩემი ძმაო, აქი ყველას შეეშინდება, იმიტომ რომ ერთი ოუენი იჯდა ვერანდაზე, საიდანაც კიბეები იყო ქვემოთ ჩამოსასვლელი და იგი საერთოდ ვერ ინძრეოდა. კიბეებზე ჩამოსვლაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. ოუენს 1763 წელს ნამდვილად არ ქონდა ისეთი ტიპის სავარძელი, რომლითაც მას გადაადგილება შეეძლო კიბეებზე და ასეთი სავარძელები დღემდე არ არსებობს. მოკლედ, ოუენი გაქრა 350 წლის წინ და ეს უცნაური ამბავი შემოინახა ქრონიკებმა და დღემდე ამოუხსნელ საიდუმლოდ რჩება. ახლა კვლავ დავბრუნდეთ ცოტა ჩვენსკენ. 1899 წელს ბრიტანეთთან ახლოს ატლანტიკის ოკეანეში მდებარე ფლანანის არქიპელაგის ერთ-ერთ უკაცრიელ კუნძულზე აღიმართა შუქურა. შუქურა, რომელიც აღჭურვილი არის თანამედროვე აპარატურით. კუნძულს სახელად ელინ მორი ჰქვია და ელინ მორი ძველ კელტურად ნიშნავს მკვდარ ელფს. ელფები მოგეხსენებათ კელტების ტყის სულებია. აქ როგორც ჩანს ვიღაცებს უცხოვრიათ, იმიტომ რომ აღმოჩენილი არის უძველესი ტაძრის ნანგრევები.
ტაძრის ასაკი დაახლოებით 3000 წელია, ანუ იგი წარმართულია და ვინ იყო ეს ხალხი, ვინ ააშენა, რატომ მოვიდნენ აქ და რატომ წავიდნენ და სად გაქრნენ, ეს არავინ იცის. შუქურას დანიშნულება გახლდათ ამერიკიდან და ამერიკაში მიმავალი გემებისთვის გზის ჩვენება. ეს ადგილები ძალიან მდიდარი არის წყალქვეშა კლდეებით და სწორედ ამ კლდეებში რო რაღაცნაირად გააძვრეს გემი, ამისთვის იყო შუქურა აუცილებელი. ზოგადად შუქურების შესახებ უამრავი შემაძრწუნებელი ისტორია იყო ცნობილი იმ პერიოდში, იმიტომ რომ როგორც წესი შუქურებს აშენებდნენ მიუვალ კუნძულებზე, იქ ერთი ან ორი მეთვალყურე იყო მხოლოდ და წარმოიდგინეთ ახლა კვირეების და თვეების განმავლობაში ერთ ადამიანთან ერთად ყოფნა, ესეთ საშინელ ადგილას დახურულ სივრცეში, რა თქმა უნდა ადამიანზე ცუდად მოქმედებს და ამიტომ ხშირი იყო ისტორიები, როგორ გიждდებოდა ნაწილს როგორ იტაცებდნენ გიგანტური თოლიები, ან წყლიდან ამოსული ღმერთები და სულები და ასე შემდეგ, მოკლედ ასე იყო თუ ისე ამ ისტორიებს ჰქონდა თავისი რეალური საფუძველი, როგორც გითხარით, ადამიანები მაინდამაინც კომფორტულად ვერ გრძნობდნენ თავს აი ესეთ შეზღუდულ სივრცეში დიდი ხნის განმავლობაში. ამიტომ შეიმუშავეს ასეთი რამ, რომ შუქურაზე მუდმივად უნდა ყოფილიყო 4 ადამიანი. ამ 4 ადამიანიდან 3 იქნებოდა მორიგე, ერთი დაისვენებდა, შემდეგ მეორე შეცვლიდა და ასეთი როტაცია მოხდებოდა. კვირაში ერთხელ მათთან მიიტანდნენ სურსაცანოვაგეს, ხოლო 2 თვის შემდეგ მთლიანად გამოცვლიდნენ მომვლელთა ჯგუფს. ითვლებოდა, რომ ეს საკმაოდ პრესტიჟული საქმიანობა იყო, იმიტომ რომ კარგ ხელფასს უხდიდნენ მათ, იქ რო დაბალი ხელფასი მიცე ადამიანს არ წავა, ხო? შუქურა, ვისაც გინახავთ, დამეთანხმებით, რომ არის მაშინ რაღაც მისტიკური, იგი ხომ რაღაც იმედის და გადარჩენის სხივია, მისგან წამოსული შუქი ნაპირის სიახლოვეზე მიუნიშნებს, ნაპირისა, სადაც შენ გელოდებიან, სადაც სითბოა, სადაც უყვარხარ. სამწუხაროდ შუქურა ასევე ადგილი როგორც უიმედობის და მარტოობის. 1900 წელია მსოფლიო იმედის თვალით შეყურებს ახალ საუკუნეს, იქნებ ახლა მაინც დაწყნარდეს კაცობრიობა, იქნებ ახლა მაინც მოეგოს გონს, დაიწყოს განვითარება, დაიწყოს მშვიდობა, მაგრამ მოგეხსენებათ მე-20 საუკუნე ყველა საუკუნეებზე უფრო სისხლიანი გამოდგა, ჯერ პირველი დიდი ომი, შემდეგ მეორე მსოფლიო ომი, შემდეგ გაუთავებელი კონფლიქტები სხვადასხვა ადგილებში, რომლებიც დღემდე მიმდინარეობს, მოგეხსენებათ, დღემდე იღვრება სისხლი, ასე რომ ადამიანის სანამ არსებობს იგი გონს ვერასდროს მოეგება, მაგრამ ასეა თუ ისე ყველა რაღაც თარიღი და თარიღს ადამიანი უკავშირებს რაღაც იმედებს. ამერიკის ორივე კონტინენტი, ევროპა, აფრიკა საკმაოდ სწრაფად ვითარდება. დიდი რაოდენობით სავაჭრო ფლოტები ჩნდება და ამ ფლოტის ამ გემების უსაფრთხო მოძრაობისთვის, რა თქმა უნდა, შუქურების მთელი სისტემებია საჭირო. 1900 წლის 15 დეკემბერს ტრანსატლანტიკური ლაინერი, სახელად არქტური, ამერიკიდან, ფილადელფიიდან მოდის ბრიტანეთისკენ და პლანანის კუნძულებს უახლოვდება. კაპიტანი და შტურმანი ამაოდ ეძებენ შუქურის სხივს. ამიტომ გემი აღარ გარისკავს, იგი ცოტა უკან დაბრუნდება და უფრო გრძელი გზით, მაგრამ მშვიდობიანი გზით ჩადის ლონდონამდე. კაპიტანი იტყვის, რომ თქვენი შუქურა ძმებო არ მუშაობს. ეს უფრო შოტლანდიას ეხება, იმიტომ რომ ეს შუქურა შოტლანდიის ნაპირებთან არის და ედინბურგიდან გადის პატარა გემი პლანარის კუნძულებისკენ, რათა შეამოწმოს რა ხდება იქ, რატომ არ მუშაობს შუქურა. იგი უახლოვდება კუნძულს, კაპიტანი საყვირსაც მისცემს, შემდეგ რაკეტასაც გაისვრის, მაგრამ იქიდან არანაირი რეაქცია არ არის. კუნძულზე არანაირი მოძრაობა არ შეინიშნება და სამაშველო გემზე იმყოფება ჯოზეფ მური. ეს ჯოზეფ მური არის მეოთხე გუშაგი, რომელიც იქ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ავად გახდა და ამიტომ კონტინენტზე იყო და ახლა დაბრუნდა იგი კუნძულზე დასარჩენად, ხოლო მისი 3 კოლეგა იქ უნდა იყოს. ჯოზეფი ჩაჯდება ნავში, გემი თვითონ ვერ მიდის ახლოს
კონსულთან ნავში ჩაჯდება, გადავა კონსულზე, იწყებს თვალიერებას, აი მის დათვალიერებას რა უნდა 800 კვადრატული მეტრია სულ კლდეა, გამოქვაბული იქ არ არის, მღვიმე იქ არ არის, ხე იქ არ არის და ბუჩქი არ იზრდება, რომ სადამე იყოს ადამიანი დამალული, ერთი ეს სვეტი დგას და პატარა რკინიგზაა, რომლითაც ტვირთებს ეზიდებიან აი ამ შუქურის შენობამდე. შუქურის შენობამდე მიდის იგი, მას კარი ჩაკეტილი დახვდება, მაგრამ აქვს სათადარიგო გასაღები, გააღებს კარს, შედის შიგნით და გადაწყვეტს რომ ხო არავინ არ დახვდება შინ და გადაწყვეტს რომ მე აქ ხელი დამიბანია როგორც ჩანს აქ რაღაცა მოხდა და ჯობს რომ ოფიციალურმა პირებმა გადაამოწმონო და აი ამ ფოტოზე თქვენ ხედავთ 4 ადამიანს აქედან ერთი გახლავთ ჯეიმს დუნკანი ეს არის მთავარი მორიგე იგი 53 წლისაა და ცხოვრების ნახევარი შუქურებზე აქვს გატარებული მეორე ეს გახლავთ თომას მარშალი 28 წლის ყველაზე ახალგაზრდა უცოლშვილო და მესამე დონალდ მაკარტური 40 წლის იგი შუქურაზე არ უნდა ყოფილიყო მაგრამ მან შეცვალა სხვა ავადგამხდარი მორიგი სხვა შორის როგორც ამბობენ მაკარტური ძალიან ცუდი ხასიათით გამოირჩეოდაო მეოთხე გახლავთ რობერტ მუნჰედი იგი არის შოტლანდიის შუქურების გაერთიანების, ასეთი გაერთიანება არსებობდა, მთავარი სპეციალისტი. და იგი დიდ როლს ითამაშებს შუქურის საიდუმლოს კვლევაში. კერძოდ, იგი გადადის ჯოზეფის შემდეგ კონსულზე და უკვე ძალიან დაწვრილებით ანგარიშს ადგენს. საერთო ოთახში კედლის საათი გაჩერებულია. სუფრაზე ჭურჭელი ისეა განლაგებული, რომ აგერ ვიღაცა უნდა მოვიდეს და დაჯდეს, არ ნასადილები ჯერ არ არიან. სკამი, ერთ-ერთი სკამი არის გადატრიალებული და იატაკზე აგდია. ხუმელი როგორც ჩანს დიდი ხანია არავის დაუნთიარა და 15 დეკემბერია წარმოიდგინეთ, გარეთ არის საშინელი სიცივე, ძვალსა და რბილში რო ატანს ისეთი ქარი. შემდეგ გადის მუნჰედი გარეთ უკვე იწყებს გარე პერიმეტრის და ტერიტორიის დათვალიერებას და აქ იგი ძალიან საინტერესო რამეს გადააწყდება. იმ ადგილიდან, სადაც ნავები ადგებიან ნაპირს, იქედან ტვირთების შუქურამდე ასატანად გაყვანილი არის პატარა რკინიგზა. და აღმოაჩენს, რომ რკინიგზის რელსები ამოყრილი არის მიწიდან და დაგრეხილია. თითქოს რაღაცა წარმოუდგენელმა კოლოსალურმა ძალამ ეს უსქელესი და უმძიმესი რკინის ნაკეთობები თითქოს დაღეჭაო. და ეს ისტორია, რა თქმა უნდა, უცებ გავარდება პრესის საშუალებით და მთელი ევროპა არის შეზრწუნებული. ამბობენ, რომ აქამდე არნახული ცუნამი იყო ამის მიზეზი, მეორე ამბობს, რომ აქაური კელტური ურჩხულები და გიგანტური თოლიები, რომლებიც უკვე ვახსენე, ისინი არიან საქმეში ჩართულები და ამ ჭორების გავრცელებას ისიც უწყობს ხელს, რა თქმა უნდა, რომ შუქურებზე ისედაც დიდი ხანია უკვე არსებობს უამრავი ჭორმართალი. როგორც გითხარით, შუქურა აუცილებელი ატრიბუტი არის ნაოსნობისთვის, მოგეხსენებათ ერთ-ერთი პირველი შუქურა და ისიც მსოფლიოს 7 საოცრებაშია შესული, ეს გახლავთ ალექსანდრიის შუქურა, რომლის იგივე ფაროსი, რომლის შუქი, როგორც ამბობენ, 100 კილომეტრამდე აღწევდა და გემებს მიმართულებას აძლევდა. უკვე ინტენსიური ნაოსნობა როდესაც განვითარდა მე-18-19 საუკუნეებში, რა თქმა უნდა, შუქურების ქსელიც განვითარდა და როგორც გითხარით, თან უამრავი ისტორიაც ახლავს აი ამ შუქურებს და ამ ისტორიებიდან ნაწილი სინამდვილეა, მაგალითად, 100 წლის ადრე ვიდრე პლანენის კუნძულზე შუქურას ააგებდნენ, ასეთივე შუქურა იდგა ბუნის კუნძულზე. მიუხედავად იმისა, რომ იგი ანათებდა, კუნძულს მაინც შეეჯახა ბრიტანული გემი და რამდენიმე მეზღვაური გადმოვიდა ნაპირზე, აი ამ უკაცრიელ ნაპირზე და როდესაც ისინი რამდენიმე თვის შემდეგ ნახეს, დარჩენილი იყო მათგან 2, რომლებიც სრულჭკუაზე არ იყვნენ და მათ კანიბალიზმის ფაქტები ჩაედინათ, ანუ თავიანთი თანამოძმეები შეეჭამათ. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ეს შუქურა, რაც იყო ადრე ის დაანგრიეს და ახალი შუქურა აშენდა და მის მეთვალყურეთ დანიშნეს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. ეს უკვე 1890-იანი წლებია. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, რომლებიც რამდენიმე თვით დატოვეს კუნძულზე და
როდესაც მათ შესაძლებლად მოაკითხეს, აღმოჩნდა, რომ რამდენიმე დღეში, როდესაც ისინი გადმოსხდნენ ნაპირზე, მამაკაცი დაიღუპა და ქალი აი ამდენი ხნის განმავლობაში თავის მიცვალებულ ქმართან ერთად იყო და როდესაც იგი იპოვეს, უკვე ნახევრად შეშლილ მდგომარეობაში იყო. 2019 წელს გამოვიდა რობერტ ეგერსის ფილმი შუქურა, რომელშიც მთავარ როლს ჩემთვის გენიალური ვილიამ დეფო ასრულებს. ფილმის სიუჟეტი, რომელიც საშინელებათა ჟანრისკენ იხრება თითქოს, მაგრამ არ არის ის საშინელებათა ჟანრის ფილმი, ნამდვილი ამბით არის ინსპირირებული. 200 წლის წინ სმოლსის კუნძულის შუქურაზე ტომას გრიფიტი და ტომას ჰოუელი დანიშნეს გუშაგებად. მათ მაინც და მაინც არც დიდ მიწაზე ეპიტნავებოდათ ერთმანეთი, მაგრამ ამ შუღლის მიზეზი არ გახლდათ ერთ-ერთის ტომას გრიფიტის დაღუპვა. იგი უბედურმა შემთხვევებში შეიწირა. ყოველთვის ორი გზა ჰქონდა: ან წყალში უნდა გადაეშვა მეწყვილის ცხედარი, ან უნდა დაეტოვებინა. წყალში გადაშვება მას არ აწყობდა, იმიტომ რომ ყველა მიცოდა, რომ მათ არ ჰქონდათ თლად კარგი ურთიერთობა და შეიძლება მისთვის კვლელობა დაებრალებიათ. ამიტომ, რადგან კუნძულზე ადგილი ძალიან ცოტა იყო, მან ფიცრებისგან შეკრა კუბო, მაშინ ჩაასვენა თავისი მეწყვილე, ტომას გრიფიტი, თოკებით აწია შუქურის შენობაზე. დაკიდა. პირველივე ძლიერი ქარის დროს მიეჯახა ეს ყუთი შუქურას კედელს, მას გამოტყდა ერთი ნაწილი და იქედან ტომას გრიფიტის ხელი გადმოეშვა. და ყოველ დღე თვეების განმავლობაში ტომას ჰოუელი იძულებული იყო ტომას გრიფიტის ხელი დაენახა. ეს ნამდვილი ამბავია და რა ვიცი, ყველასთვის საყურებელი ფილმი არ არის, ესეთი სამ მოყვარულზეა, მოკლედ არტ-ჰაუსია. და კარგად კი არის გადაღებული, მე ძალიან მომწონს. ასევე წარმოიდგინეთ, რომ 2-3 ადამიანი უკაცრიელ კუნძულზეა, სადაც მათ გარდა არავინაა, მუდმივად ერთი და იგივე პეიზაჟი, ერთი და იგივე საუბრები, ერთი და იგივე სახეები და შედეგიც ხშირად სახეზე იყო, როგორც გითხარით, გაიხსენეთ თუნდაც ჩვენი რამდენიმე წლის წინანდელი მდგომარეობა, როდესაც каранტინი გამოცხადდა, სახლებში დაგვსვეს და რამდენი ოჯახი დაინგრა სწორედ ამ სახლში ჯდომით. იმიტომ რომ ადამიანები ხშირად ვერ უძლებენ ხოლმე ჩაკეტილ სივრცეში ერთი და იგივე ადამიანის სახეების ყურებას. პლანანის კუნძულზე, როგორც გითხარით, 4 მეთვალყურე იყო. აქედან 3 იყო ადგილზე. შეუძლებელია 3 ერთად გაგიჟებული იყო, ერთმანეთი დაეხოცათ და ასე მერე გამკრალიყვნენ 3 ერთად. აქ გაჩნდა ერთი ასეთი საინტერესო მოსაზრება, თუ რა მოხდა. ერთ-ერთი თეორია მსგავს ამ ისტორიის ახსნის. ცოტა ხნით კიდევ უნდა უკან დავბრუნდე და მე-19 საუკუნის შუა წლებში იყო საფრანგეთში ესეთი ძალიან კარგი ფიზიკოსი, რომელიც ოპტიკას სწავლობდა, ჟაკ ფრენელი, რომელმაც გამოიგონა ლინზა. მოგეხსენებათ, ნატურა, როდესაც ანათებს, იგი ყველა მიმართულებით უშვებს შუქს. რაც უფრო ცილდებით ნატურის, ანუ აი სინათლის წყაროს, მით უფრო ბჟუტავი ხდება იგი და ბოლო-ბოლო ქრება. აი ფრენელის ლინზაში კი რა ხდებოდა? ის ისე იყო აგებული, საკმაოდ რთული ლინზა იყო, ისე იყო აგებული, რომ ეს შუქი, რომელიც ყველა მიმართულებით იფანტებოდა, ერთ ადგილას კრებდა ეს ლინზა, ერთ კონას აკეთებდა და ამ კონას ერთი მიმართულებით უშვებდა. და ეს მიმართულება ხშირად რამდენიმე ათეული კილომეტრი იყო. ეს იყო უნიკალური, გენიალური გამოგონება, რომელიც ძალიან სწრაფად დაინერგა ტექნიკაში და პირველ რიგში დაინერგა შუქურებზე. იმიტომ რომ მაშინ შუქურაზე ძლიერი პროჟექტორები და დენის არ იყო ზეთის ლამპები და ზეთის ლამპის შუქი ეხა მოგეხსენებათ, ყველა მჯდარ ვართ, ხო, რამდენიმე 30 წლის წინ ყველა ვიჯექით ლამპის შუქზე, რა შუქსაც იძლევა მოგეხსენებათ. დაახლოებით იგივე იყო, რა თქმა უნდა, ცოტა უფრო ძლიერი, მაგრამ მაინც ეს ის არ იყო, რაც უნდა ყოფილიყო და ფრენელის ლინზა ამ ყველაფერს ასმაგებდა, ანუ ამ ნავთის კერასინკის თუ რა ქვია, ლამპის შუქს ასმაგებდა და ასჯერ უფრო ძლიერად მიდიოდა, იგი გაიტყორცნებოდა გარემოში.
სხვა შორის ფრენელის ლინზები დღემდე გამოიყენება მაღალ ტექნოლოგიურ აპარატურებში, ფოტოაპარატებშიც გამოიყენებოდა, ახლა არ ვიცი არის თუ არა, ფოკუსის გასასწორებლად. თვითონ ლინზა, რა თქმა უნდა, მინისგან მზადდებოდა, იგი იყო ძალიან დიდი და იწონიდა 100-ობით კილოგრამს. მისი მონტაჟი იყო მთელი ამბავი და მაგრამ უღირდათ ამ ლინზის მონტაჟი და რომ მას ემოძრავა ადვილად საკუთარი ღერძის გარშემო, მოიფიქრეს ასეთი რამ. იგი თავისი მექანიზმით ჩაძირული იყო უზარმაზარ აბაზანაში, რომელშიც ესხა ვერცხლისწყალი. და ამ ვერცხლისწყალთან მუდმივი ურთიერთობა უხდებოდათ შუქურაზე მომუშავე ადამიანებს. ვერცხლისწყალი მოგეხსენებათ, ეს არის თხევადი მეტალი, რომელიც სხვა შორის საკმაოდ ინტენსიურად ორთქლდება მაღალ ტემპერატურებზე და მისი ორთქლი არის საშინლად ტოქსიკური. იგი იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის, კერძოდ კი თავის ტვინის ქერქის დაზიანებას, ადამიანს ეწყება ბოდვები, ჰალუცინაციები, ძლიერი მოწამვლისას იგი უბრალოდ იღუპება და ეს პროცესი შეუქცევადია, ანუ ჩვენ რომც გამოვაცალოთ ეს გამაღიზიანებელი ფაქტორი, ანუ მოვაცილოთ ადამიანის უდახაერზე ყავდეს, მაინც იმდენად შორს მიდის ხოლმე ისე წამლავს ეს მძიმე მეტალი ადამიანის ტვინს, რომ მისი უკან მობრუნება შეუძლებელია და ვარაუდობენ, რომ სწორედ მუდმივი კონტაქტის შედეგად აი ამ ვერცხლისწყალთან ამ სამ ადამიანს ფსიქოზი განუვითარდა და მათ ან თავები დაიხოცეს, ან ერთმანეთი დახოცეს და რაღაცნაირად ისე მოახერხეს, რომ სამივე ერთად დაიკარგა. მაგრამ ჟურნალი რომ შეისწავლეს, აღმოჩნდა, რომ 15 დეკემბერს გაკეთებული არის უჩვეულო ჩანაწერი. აქ წერია, ტომას მარშალი წერს, დღეს ისეთი ზომის ტალღებია, რომ დუკატი, ანუ ერთ-ერთი თანამშრომელი ლოცვებს აღავლენს, ხოლო მამაცი მაკარტური ხმამაღალი ხმით ტირის. ეს ის დღეა, როდესაც შუქურამ მუშაობა შეწყვიტა. ხოლო გუშაგები უგზო-უკლოდ დაიკარგნენ. ეს ჟურნალში ბოლო ჩანაწერია. მეგატალღის თეორიას ავითარებს ყველა, ვისაც არ ეზარება. ისინი ამბობენ, რომ რკინიგზის განადგურება სწორედ ამ მეგატალღამ გამოიწვია, ის რომ თქვათ შუქურა ესეთი მისტიკური ტალღის საბურველში გაეხვია და შეუტია მას ესეც რაღაც მისტიკასთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ სხვაგან ეს ტალღა არ შეუმჩნევიათ, მოკლედ არის აჟიოტაჟი, სანამ არ გაირკვევა, რომ არანაირი ჩანაწერი ჟურნალში არ არსებობდა. რომ არც რობერტმა და არც ხვებმა ეს ჩანაწერი არ ნახეს. ვერ ნახეს, იმიტომ რომ უბრალოდ არ იყო. რომ ეს ყველაფერი მოიგონეს ჟურნალისტებმა იმისათვის, რომ ლაიქები მოეგროვებინათ და ნახვები მოეგროვებინათ. მეორე თეორიის თანახმად დუკატმა და მარშალმა გაიგეს რა, რომ შტორმი ახლოვდებოდა, ხელსაწყოების დასამაგრებლად გავიდნენ გარეთ, მათ თბილად ჩაიცვეს და მაკარტურმა შეამჩნია რა, რომ შტორმი გაძლიერდა, კოლეგების გასაფრთხილებლად ისიც სწრაფად გადის შენობიდან, შუქურის შენობიდან და არიცვამს თბილ ქურთუქს. ეს მაშინ, როდესაც გარეთ საშინელი სიცივეა. და რატომღაც რაზავს კეტავს შუქურას კარს. გავს თქვენ, რომ ჯოზეფმა იგი ჩაკეტილი იპოვა. და თითქოს ქარმა სამივე გადაყარა. არავინ იცის დღემდე, სად, როგორ, რა ვითარებაში გაქრნენ ეს ადამიანები. დაწერეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრება, თუ რას ფიქრობთ, რა მოხდა სინამდვილეში ფლანენის კუნძულზე, იქნებ თქვენ შორის აღმოჩნდეს ის ადამიანი, რომელმაც დაადგინოს ჭეშმარიტება. შუქურები კვლავ რჩება იმედის და ხსნის სიმბოლოდ, ისინი დღესაც ასავლიან გიგანტურ ლაინერებს თუ სად არის უსაფრთხო წყალი და უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებენ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ დღეს უკვე თანამგზავრების საშუალებით გემები შვენივრად აგნებენ გასასვლელებს, უსაფრთხო გასასვლელებს ოკეანეში. დღეს სულ ეს იყო. თუმცა არა, ერთ ისტორიას მაინც მოგიყვებით. ყავაზე რომ დესერტად დააყოლოთ ისეც. ბრაზილიის ჯუნგლებში საკმაოდ მრავალრიცხოვანი სოფელი ჰოერვერდეა. სოფელში 600-მდე ადამიანი ცხოვრობს და ჰოერვერდეს ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა ექსპედიციები, მოგზაურები, ტურისტები. აქ ისინი ყიდულობენ სურსაცანოვაგეს, არის სასტუმროები, არის პატარა ბარიც კი, სადაც ადგილობრივი სასმელის გასინჯვა შეუძლიათ ადამიანებს
და აქ როგორც წესი ათენებენ ღამეს და შემდეგ გზას აგრძელებენ. ასე იყო 1923 წლამდე. ყველაფერი ეს ბრაზილიის ჯუნგლებში ხდება. 1923 წლის სექტემბერში ბრიტანელ ზოოლოგთა ჯგუფი ამ სოფელს გვერდი ჩაულის და გადაწყვეტს რომ შეიარონ სოფელში, მაინც შეავსონ სურსაცანოაგე, ერთი დღე გაათენონ იქ, ერთი ღამე უпроსორად და შემდეგ გზა გააგრძელონ. შედიან ისინი სოფელში და ხვდებიან ისეთ ადგილას, რომელზეც თითქოს მინის ხუფია ჩამოცმულიო. მომენტალურად ქრება ყველანაირი ხმა. ჯუნგლები კი მოგეხსენება ძალიან ხმაურიანი ადგილია. იქ მუდმივად ვიღაცა ან ყვირის, ან მღერის, ან უსტვენს, ან ჭრიჭინებს და ასე შემდეგ. ასევე რა თქმა უნდა, სოფელი 600 კაცი ცხოვრობს სოფელში, ეს არ არის ცოტა ჯუნგლებისთვის. მიუხედავად ამისა, ისინი თითქოს რაღაც გამოყრუებულ, რაღაც ესეთ სივრცეში ხვდებიან, სადაც ხმა არ საიდან ისმის. ეს ავის მომასწავებელი სიჩუმეა, რომელიც თითქოს ყვირის, რომ ასე რაღაც აქ ისე ვერ არის საქმე, როგორც უნდა იყოს. ეს არის სიჩუმე, რომლის ზურგს უკანაც რაღაცა ბნელი და შავი იმალება აშკარად. მოგზაურები შიშს დაძლევენ და სოფლის დათვალიერება შეუდგებიან. დაათვალიერებენ, ნახავენ, რომ სახლებში წესრიგი სუფევს, არის გაშლილი ზოგადღილას სუფრა და საჭმელები დევს მაგიდაზე, მაგრამ ისინი რამდენიმე დღის დაობებულია, უკვე გაფუჭებულია საჭმელი. პირუტყვი და ფრინველი, შინაური ფრინველი, რომლებიც მათ ყავდათ, ის მათი კარები, ამ გალიების კარები გახსნილია და არც ერთი ცხოველი და ფრინველი იქ არ არის. ყველანაირად ჩანს, რომ სოფელმა ორგანიზებულად ჩაალაგა აუცილებელი ნივთები ჩემოდნებშია თუ ფუთებში, გაათავისუფლა თავიანთი პირუტყვი, სულფეხა და წვრილფეხა და ფრინველი და ვიღაცის ან რაღაცის მოთხოვნას დაემორჩილა და შევიდა ჯუნგლებში და გაქრა. ერთადერთი ავის მომასწავლებელ წარწერას პოულობენ ბრიტანელი ზოოლოგები. სკოლის კედელზე ცარცით არის დაწერილი ორი სიტყვა: ვერავინ გვიხსნის. შეშფოთებულმა ექსპედიციის წევრებმა, რა თქმა უნდა, ფოტოები გადაუღეს სოფელს და ახლომდებარე ქალაქში გაემგზავრნენ სასწრაფოდ და იქ პოლიცია შეატყობინეს, რომ ესეთი მდგომარეობა, სოფელი გამქრალია, არავინ არის იქ. მთავრობამ მომენტალურად შეკრიბა სამხედროების დიდი ჯგუფი, სამხედროებს დაემატა პოლიცია, პოლიციას დაემატა უამრავი მოხალისე და ასობით ადამიანმა დაიწყო ამ ადგილების დაზვერვა. გადაჭრიკეს ეს ადგილები და ვერანაირ კვალს ვერ მიაგნეს. ყველაზე კარგი კვალის მძებნელებიც კი ვერ პოულობენ ადამიანის ნაკვალებს. იქ სადაც ამდენი ადამიანი გაივლის, რაღაცა უნდა დარჩეს, ხო? ვიღაცას გადააგდებს, დაუვარდება, ნაკვალევი დარჩება, ბოლო-ბოლო ცხოველქმედების პროდუქტები დარჩება. ვერაფერს პოულობენ, თითქოს აი რაღაცამ შეისრუტა ეს ცოცხალი არსებები ამ სოფლიდან და გააქრო. შემდეგ ბრაზილიაში იწყება გადატრიალებების და რევოლუციების და პარტიზანობის და მოკლედ პერიოდი, ისეთი არეული პერიოდი, რომ ძალიან დიდხანს ვერ წყნარდება და ბრაზილია დღესაც არ არის მანდამაინც დალაგებული ქვეყანა და 10 წლეულების განმავლობაში სოფელ ვერდეს ისტორია დაიწყება შეძლება, მაგრამ როდესაც ყველას გაახსენდება თავიდან იმ ადგილას რომ მივლენ დასათვალიერებლად, ნახავენ რომ თლიანად შეჭმული ყავს ეს ადგილი ჯუნგლებს და მოგეხსენებათ ასეთი მიტოვებული ადგილები განსაკუთრებით ასეთ კლიმატურ პირობებში ძალიან სწრაფად ნადგურდება ადამიანის მიერ აშენებული, ხა იქ რკინა-ბეტონის კონსტრუქციები ხო არ იყო, იქ იყო ხის სახლები ჩვეულებრივი. და თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენშიც კი, აი თქვენ თუ ნახავთ აფხაზეთში მიტოვებულ სოფლებს და იგივე თქვათ ტყვარჩელის ფოტოებს და ვიდეოებს, ბევრია ისინი ქსელში, ნახავთ რომ აი ამ 30 წლის განმავლობაში მათგან თითქმის არაფერია დარჩენილი და მცენარეულობას თლიანად ხავს შეჭმული. და ეს სუბტროპიკებში და ეხლა წარმოიდგინეთ ტროპიკები, სადაც ყველგან ყველაფერი იზრდება, მცენარეებზე რა თქმა უნდა საუბარი. 7 წლის შემდეგ ამ ამბებიდან 4ჯერ უფრო დიდი სოფლის მოსახლეობა გაქრება დედამიწის სრულიად სხვა ადგილას და კიდევ უფრო მეტ შემაძრწუნებელ სამხილს დატოვებს, რომლებიც მისტიკის ბურუში გაახვევენ ამ ამბავს. მაგრამ ამ და
კიდევ ბევრი სხვა იდუმალი გაუჩინარებების შესახებ მე უკვე მომავალ ვიდეოში მოგიყვებით. ჩვენ კი მხოლოდ ის დავგჩენია, რომ დავსვათ მოწონების ნიშანი, დავწეროთ კომენტარი თუ რას ფიქრობთ თქვენ ამ თემებზე და გავაზიაროთ ვიდეო სოციალურ ქსელებში. მე კი ამით გემშვიდობებით, ახლა კი მართლა გემშვიდობებით, საინტერესო, ლამაზ და მშვიდობიან კვირას გისურვებთ. ნახვამდის.